თავის გამოხატვა არ ნიშნავს ამასთან მუშაობას, ცენზურასთან და კომპლექსთან მუშაობას. ანუ შენ რომ განბლოკო, ხო, ესე ამ სიტყვასაც ვიხმარ, შენი თავი. არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში ნება დართო. ეს დასარეგულირებული სამუშაო პროცესია. ხდება ცენზურასთან მუშაობით. ანუ შენ რომ რაღაც შეზღუდვებს და ნებართვებს აძლევ შენ თავს და უწესებ, ხო? მე ეს შემიძლია გავაკეთო. სამაგიეროდ ეს ნებართვა შენი შეიძლება ისეთ რამეს ნიშნავს, რომ 100 რაღაცა გაქვს აკრძალული ამით ჩათვალე, ხო? ანუ იმის თქვა მსურს, რომ მხოლოდ თავის გამოხატვა არ ნიშნავს ამას, თუ როდესაც რაღაცას აძლიერებ, რაღაცა უნდა შეასუსტო, რაღაცა იზრდება, რაღაცა მცირდება. ეს არის ენერგიის კანონი და ასე შესაბამისად, რომელია აქედან გახსოვთ, ხო თუ არ გვითქვამს ეს პირველი, მესამე, მეხუთე არის პირობითად შენ, მეოთხე, მეორე, მეოთხე, მეექვსე შენ რა, ანუ ეს მაგრამ შენში ამას განვიხილავთ მე არ არის სქესი. აქ არ არის სქესი. ეს აქ არ არის, აქ ხდება ფიქრიალიზაცია ინფორმაციის, სულის როგორც უსქესო საწყისის რა. წარმოიდგინე, მიაღწია მეხუთე, მეექვსე ინსტინქტის დაკმაყოფილების ასაკს ადამიანმა რა. მეექვსე, მეშვიდე უკვე 7 წლიანებზე რო დათვალო, ესე იგი 50 წლის ასაკში უკვე ადამიანს ბუნებრივი მოთხოვნილება ეწყება, კრიზისი ეწყება თუ კი ვერ ახდენს რეალიზებას რა, ეს ის ასაკია. ეხლა გადმოდი თქვათ 10 წლით მანამდე და თუ კი არ არის ადამიანი, აი ეს ზონა, თუ კი არ არის მზად, რომ აი ესენი დააკმაყოფილოს. რა ხდება? აქედან ირეკლამს, აქედან და კი ბატონო, დანარჩენი თუ რამე ეგეთი სიტყვები გაგვით, გია დესტრუქციული და ნეგატიური, აი აქ ხდება ყველაფერი და ადამიანები მერე უკვე გარკვეულ ასაკში 50-60 წლის ასაკში უამრავი ტიპის ფსიქოსომატიკას იწვევს ესეთი არარეალიზება.